საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საჩხერის მოსახლეობას შობა ახალი წელი მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით მიულოცა. საახალწლო ღონისძიებები საჩხერეში 30 დეკემბერს დილიდან დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. საჩხერის კინოსახლში სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი და საზღვრისპირა სოფლებში მაცხოვრებელი ბავშვებისთვის საბავშვო საახალწლო ფილმის ჩვენება გაიმართა. პატარებს თოვლის ბაბუამ საახალწლო საჩუქრები გადასცა. მოგვიანებით აკაკი წერეთლის სახელობის სკვერში ტრადიციული საახალწლო კონკურსი ჩემი ნაძვისხე გაიმართა, სადაც 40-მდე ხელნაკეთი ნაძვისხე იყო წარმოდგენილი. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა როგორც საჩხერეობა აღნიშნა ძალიან ორიგინალურად, ასევე ორიგინალურად ხდება ახალ წელს. ძალიან საინტერესო კონკურსი არის ხელოვნური ნაძვისხეების კონკურსი, სადაც არაერთი უნიკალური ნაშრომია წარმოდგენილი. მინდა მიულოცო სრულიად საჩხერის მოსახლეობას, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, სრულიად საქართველოს დამდეგი 2017 წელი და ასევე წარმატების წელი ყოფილიყო, როგორც იყო 2016 წელი მუნიციპალიტეტისათვის. ყველაზე ორიგინალური ნაძვისხის გამოსავლენად ნამუშევრის სპეციალური ჟიური აფასებდა. ჟიურის წევრები იყვნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხას ბაზაძე, გამგებლის მოადგილე ოთარ რომიანცი და დიზაინერი ნინო ჩუბინიძე. მიულოცავ სრულიად საქართველოს დამდეგ ახალ წელს და ჩემ საჩხერეს. შეეხება ჩვენ კონკურსს, საკმაოდ ორიგინალური ნაძვისხეები იყო წარმოდგენილი. იყო მინიატურული და დიდი ნაძვისხეები. საკმაოდ მრავალფეროვანი მასალით იყო წარმოდგენილი. იყო გამოყენებული ასევე მაკარონები, საოჯახო ნივთები, იყო პლასმასები და გადაყრილი მეორადი საგნები. კონკურსში პირველი ადგილი ირინე მესხის ნამუშევარმა დაიკავა. ავტორს პრიზი 200 ლარი გადაეცა. მეორე ადგილი და შესაბამისი საპრიზო თანხა არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ელენე სიდაძემ და სოფო კიპაროიძემ გაიყვეს. მინიატურულ ნაძვისხეებში პირველი ადგილი ნანა ნოზაძემ დაიკავა. მეორე ადგილი კი მეორე საჯარო სკოლამ და პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ მარია გაბაძემ დაიკავეს. მამლის წელში ვარ დაბადებული და უესრად მომაგონდა რომ მამლების ხორუმი გამეკეთები, აი ნაძვისხე მანთან გამოვიყენე, უბრალოდ მუყავოს ფურცელი, მოოქროვილი მოვერცხლილი აი მანათობელი. ძალიან მარტო ქაღალდებით არის და წვიმებით გაკეთებული. 17 მამალია, თან ხორუმი ქართული ცეკვაა და ისეთი საბრძოლო და ძალიან შემართებით. და თან უცებ მოვიდა ექსპრომტად, ყველანი აქ ახართ შემდგარა ქორუმი, ახალ წელს გილოცავთ მამლების ხორუმით. კონკურსში ჩემი ნაძვისხე მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და კერძო პირები მონაწილეობდნენ. საჩხერე ახალი 2017 წლის დასახვედრად ემზადება. საახალწლო განწყობა აქ ყველა ქუჩაზე იგრძნობა. რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ხელნაკეთი ნაძვისხეების გამოფენის პარალელურად მოწვეული მომღერლები ბოლო რეპეტიციას გადიან. ძალიან მალე აქ გრანდიოზული საახალწლო კონცერტი დაიწყება. საჩხერის რკინიგზის მოედანზე მთავარი ნაძვისხესთან გრანდიოზული საახალწლო კონცერტი 18 საათზე დაიწყო. ღონისძიებაში მოწვეული მომღერლები ანი კეკოა, თემო საჯაია და თიკა ჯამბურია მონაწილეობდნენ. გვიან ღამემდე უკრავდა ბენდი. პირველად ვარ დღეს საჩხერეში, პირველად მღერი აქ ყოველ შემთხვევაში და ძალიან მიხარია რომ აქ ვარ წინა საახალწლო პერიოდში, რაღაც ჩემი წვლილით შევიტანე საახალწლო განწყობაში ყოველი მოსახლის და მინდა რომ ყველა საჩხერას მიულოცო დამდეგი ახალი წელი ვუსურვო ყველაფერი საუკეთესო. სიმღერა რამოდენიმე უცხოური სიმღერის ქავერი და ჩემი ერთ-ერთი ძველი ჰიტი დაღამდება გათენდება, რომელიც ძალიან გამიხარდა რომ ხალხს ახსოვს და ძალიან მოეწონათ. ძალიან ცივა, მაგრამ კარგი განწყობაზეა ხალხი, სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს დაესწრო დავალშობა ახალწლებს. საახალწლო კონცერტს საქართველოს პარლამენტის წევრი საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხას ბაზაძე მოადგილეებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინდა მიულოცო დამდეგი ახალი წელი 2017 წელი სრულიად საჩხერეს, სრულიად საქართველოს ძალიან ამაზიდე გამოვიდა, ძალიან ბევრი ხალხი ესწრება და ძალიან მოხარული ვარ. მადლობა თქვენ რომ მოგზანდით და აშუქებთ ესეთ გამოსაღამოს, რომელიც საჩხერის მუნიციპალიტეტმა აჩუქა მის მოსახლეობას. მინდა მიულოცო საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დამდეგი შობა ახალი წელი, მინდა უსურვო ბედნიერი იყოს 2017 წელი, მინდა იყოს ბავის, მარაკის და სიგეთის საჩხერისათვის და მთლიან საქართველოსათვის. მინდა უსურვო სრულიად საქართველოს თითეული ოჯახი ყოფილიყოს ბედნიერი, თითოეული ოჯახში ყველა წევრი ყოფილიყოს ჯანმრთელი, უხიის შემოსავლისელი ყოფილიყოს და ბედნიერება და სიკეთე მოეტანოს ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენი პატარა მუნიციპალიტეტის, ჩვენი საჩხერისთვის. მუნიციპალიტეტის გამგეობამ იზრუნა რომ
ეს საღამო შეძლებს დაგვარად ლამაზი ყოფილიყო ჩვენი თანახმადელებისთვის. ჩამოყვანილი არიან ცნობილი მუსიკოსი შემსრულებლები, აქ არის საზოგადოების უდიდესი ნაწილი. ცივიანი საღამოს მიუხედავად, მე მგონია ძალიან კარგი და ლამაზი საღამო გამოგვივიდა. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და წლის მიწურულთა სახელიდან 2016 წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, მედლები და სიგელები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს გასულ წელს გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის გადაეცათ. მოგესალმებით ძვირბასო მეგობრებო. სიყვარული და სითბოთ მოგილოცავთ. დამდეგშობა ახალ წელს, გისურვებთ წარმატებას და ყველა სურვილების ასრულებას. მე პირადად დიდი იმედით უყურებ 2017 წლის დადგომას და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება სიკეთის წელი როგორც ქვეყნისათვის, ისე ჩვენი მხარისათვის. მინდა დამდეგი 2017 წელი მიულოცო სრულიად საქართველოს. მინდა 2017 წელი მიულოცო საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს, ასევე საქართველოს გარეთ მცხოვრებ იმ ქართველ ოჯახებს, რომლებიც უახლოეს მომავალში ვიცი რომ დაბრუნდებიან თავის ქვეყანაში, ისეთ ქვეყანაში, რომელიც იქნება გამძლიანებული, გალამაზებული, გავწყინებული. მთელ ქვეყანას მინდა მიულოცო ეს ლამაზი დღესასწაული, მინდა ახალი წლის მობრძანება მიულოცო და უსურვო ყველას ბედნიერება, სიხარული. მინდა უსურვო რომ გაერთიანებულ საქართველოში, გამძლიანებულ საქართველოში გვეცხოვროს. ეს მომავალი წელი ყოფილიყოს იმის გარანტი, რომ ჩვენ ეს ამიზნებისთვის მიგვეღწიოს. რა თქმა უნდა, 2016 წარმატებული წელი იყო, მე ასე ვთვლი, მაგრამ იმედი მაქვს 2017 კიდევ უფრო წარმატებული იქნება და ამის დიდი იმედი მაქვს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას და გისურვებთ წარმატებებს. აირჩიეს საპატიო მოქალაქე. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის ნომერ 112 განკარგულებით აკაკი წერეთლის ცხოვრების შემოქმედებით პოპულარიზაციაში შეტანილი 8 წლისთვის ლეილა ზაბახიძეს საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. დასახელდნენ გამარჯვებულების შემდეგ ნომინაციებში წლის ქალაქის ქომაგი, გამგეობის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ბენიამინ ფალავანდიშვილი, წლის საუკეთესო საჯარო მოხელე, გამგეობის მოადგილე ოთარ რომიაძე, წლის მოვლენა კი ლაშა ტალახაძე გახდა. მივიღე წლის ქალაქის ქომაგის ნომინაცია და მეტად გმაყოფილი ვარ და ეს გარკვეულწილად მეტ პასუხისგებლობასაც მაკისრებს და ვეცდები ყველანაირად გავამართლო ეს დიდი ნდობა. ხსენებათ გასული წელი 2016 წელი მეტად აქტიური იყო ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით. ჩვენ თითქმის 100% ავითვისეთ. ყველა პროექტი წარმატებით განხორციელდა მუნიციპალიტეტში. ამაში დიდი როლი და დიდი მხარდაჭერა იყო ჩვენი მოსახლეობის პირადად და მე ვფიქრობ, რომ 2017 წელი უფრო მეტად დახუძრული იქნება ამ სფეროში. ჩემ საჩხერეს და სრულიად საქართველოს მიულოცო დამდეგი შობა ახალი წლები. უსურვო სიკეთე, სიხარული, ბედნიერება ქართველ ხალხს. ვისურვებდი, რომ 2017 წელი იყოს ქვეყნის გაერთიანებისა და ქართველთა ერთიანობის დასაწყისი. ვთვლი, რომ დღეს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უამრავი ღირსეული და წარმატებული საჯარო მოხელე მუშაობს და ამ წარმატებულთა შორის, როცა ამ ხელანდობას გიცხადებენ, ძალიან ასე ვთქვათ, გამეხარდა პირდაპირ ვიტყვი. ვეცდები გავამართლო ეს იმედები, რაც ჩემზეა გაცემული. მადლობა ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. პირველ რიგში ბატონ მალხაზ ბაზაძეს, რადგან ძალიან ხშირად ერთად ვართ, მაგრამ მე არ ვიცოდი, რომ ჩემზე იყო შეჩერებული ყურადღება. წლის საუკეთესო მედიკოსი თია ტეფნაძე გახდა, წლის საუკეთესო ჯარისკაცი რამაზ მუკათარიძე, წლის საუკეთესო პედაგოგი ასმათ ლომიძე, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი კრივში გიორგი ჭიღლაძე. მას საზოგადოება საჩხერელის დამფუძნებელთა სახელით ასევე საჩხერის რაინდის წოდება მიენიჭა. ეს ხარდა, როდესაც შენი რაიონი ესე გაფასებს და საჩხერის რაინდის წოდებას განიჭებს, ნუ ძალიან გახარებული ვარ, არ მოვედოდი სიურპრიზი იყო ჩემთვის. პრიზი ძალიან მომეწონა, სიმბოლურად თათმანი იმის სიმბოლოდ რომ მოკრივე ვარ და რავი, ნუ ვეცდები რომ მთელი ჩემი ცხოვრება საჩხერის საპატიო რაინდად დავრჩე. საჩხერეს და მთლიანად საქართველოს ულოცავ ახალ წელს, ვსურვებ ბევრ სიხარულს, წარმატებას და წინსვლას და ვსურვებ რომ კიდევ და კიდევ ჩემთან ერთად სხვებსაც გაიხარებინო თავისი წარმატებით.
წლის საუკეთესო პატრული მიხეილ დეკანოიძე გახდა, წლის საუკეთესო პოლიციელი ვალოდიან ზაქაშვილი, წლის საუკეთესო მაშველი გიორგი გიორგაძე, წლის საუკეთესო სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომელი გურამ მაჭარაშვილი, ხოლო წლის საუკეთესო კულტურის მუშაკის წოდება ამჯერად ბერიკა დეკანოიძეს მიენიჭა. სულ 26 ოქროსა და 12 ვერცხლის მედალის მფლობელი გამოვლინდა. ოქროს მედალოსნებს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისგან წესდებით გათვალისწინებული ფულადი პრიზი 200, ხოლო ვერცხლის მედალოსნებს 100 ლარი გადაეცათ. სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის ასეთ ნომინაციაში ჩემი დასახელება კულტურის საუკეთესო მუშაკი. დიდი მადლობა მინდა უთხრა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ მალხაზ ბაზაძეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ თამაზ ნადირაძეს, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს ბატონ ლევან ჩხეიძეს და მე მინდა საქართველოსთვის და რა თქმა უნდა საჩხერისთვის 2017 წელი ყოფილიყოს კიდევ უფრო მეტად წარმატებული წელი, ყოფილიყოს თითოეული ოჯახისათვის უკეთესი მომავლის, შვების, დოლათის, ბარაქის და ყოველივე სიკეთის მომდანი. საახალწლო კონცერტი საჩხერის რკინიგზის მოედანზე გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.